ეს არის მაგიური, საერთოდ წარმოუდგენელი, როდესაც შენ ელოდები ამას, თან ვერ ვწხვდები ამ სიბნელეში რა დრო გადის. რა არის ის პროფესია, რაც ყველას დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს და ეს იყო სწორედ ამ ბნელ ოთახში, როდესაც ფოტო ნელ-ნელა გამოდის. მე ვარ ახლა რეჟისორიც, ოპერატორიც და სცენარისტიც. რა არის თქვენში აი ეგ რაც წამს გაჭერინებთ? მე მომცეს უფლება და შემიშვის თავიანთ ცხოვრებაში. მომცეს უფლება, რომ ვიყო დამკვირვებელი, როცა უყურებ მათ ცხოვრებას. თაში ადამიანებმა შეინარჩუნეს ის, რაც ჩვენ ბარში დავკარგეთ. და აი რა არის ეგ? სწორედ ადამიანი ხარ მარტო. აი, საერთოდ არავის არ ადართებ. აი, ამდენი ქაოსური ფიქრი რომ დავიჭირო, თუ რამდენი მოძრაობა შემდგომში ვხვდები საერთოდ რა და რომ დასვენება არ შემიძლია. მე მგონია რომ რამხელა ენერგიას იღებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენი ფოტოები რომ ნახონ 200 წლის შემდეგ. რა სიფიქრებენ ადამიანები თქვენი აზრით? რა რეალობას დაინახავენ საქართველოსას? თითოეული დეტალი ძალიან კარგად გვიყვება იმ დროს, იმ ეპოქას, როგორები იყვნენ ადამიანები. ეს არის წამი, რომელიც აღარასოდეს არ განმეორდება.